თუ თქვენ უსასრულოდ გასცემთ თავს სხვებისთვის საზღვრების დადგენის გარეშე, თქვენ არა მხოლოდ იფიტებით, არამედ კარგავთ პატივისცემას. ადამიანები თქვენში ხედავენ არა პიროვნებას, არამედ ინსტრუმენტს. დაფიქრდით ამაზე. რამდენჯერ დათანხმებულ ხართ იმაზე, რაც თქვენთვის მოუხერხებელი იყო, მხოლოდ იმისთვის, რომ არავინ გაგებრაზებინათ? რამდენჯერ აგიღიათ საკუთარ თავზე სხვისი პრობლემები, მაშინ როცა შინაგანად ყველაფერი ყვირო და კმარა? იუნგს სჯეროდა, რომ უსაზღვრო სიკეთე არასათნოება, არამედ საკუთარი თავისგან გაქცევაა. თქვენ გეშინიათ კონფლიქტის, გეშინიათ ეგოისტად გამოჩენის, გეშინიათ თქვენი ჩრდილის, იმ ნაწილის, რომელსაც შეუძლია თქვას არა და დაგიცვათ. როგორ შევცვალოთ ეს? დაიწყეთ მცირედით. შემდეგ ჯერზე, როდესაც ვინმე გთხოვთ ისეთ რამეს, რაც გაღიზიანებთ, შეისვენეთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს, გინდათ კი ამის გაკეთება. თუ პასუხი არის არა, უთხარით, რომ ბოდიში ახლა არ შეგიძლიათ. ნუ იმართლებთ თავს, ნუ ახსნით ზედმეტს, უბრალოდ უარი თქვით. თავიდან საშიში იქნება, მაგრამ შემდეგ შვებას იგრძნობთ. იუნგი გვასწავლიდა, რომ საზღვრები არა სისასტიკეა, არამედ საკუთარი მთლიანობის შენარჩუნების საშუალებაა. სიკეთე მხოლოდ მაშინ არის ფასეული, როცა ის გაცნობიერებულია და არა ავტომატური. მეორე რჩევა, მიიღეთ თქვენი ბრაზი, ის თქვენი ძალაა. კარგი ადამიანები ხშირად თრგუნავენ რისხვას. თქვენ გგონიათ, რომ გაბრაზება ცუდია და ის ანგრევს თქვენს ნათელ ბუნებას, მაგრამ იუნგი უფრო ღრმად იყურებოდა. ის ამბობდა, რომ ჩრდილი არა მხოლოდ ბოროტებაა, არამედ სასიცოცხლო ენერგიაც. რისხვა მტერი კი